პაუზა თუ დასასრული, მოდით ეს თემა ვნახოთ და ნუ პირდაპირ პასუხი გამოვიდა. ვნახოთ რა ხდება თქვენს შემთხვევაში. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი ეს გაითვალისწინეთ ყოველთვის. მაშინ ასე, აქ მოცემული ვითარება რას ასახავს? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ პარტნიორულ ურთიერთობაში თუ კი თქვენი მამაკაცი თუ ქალი არ აქვს მნიშვნელობა, წლები გავიდა და არ გწერთ, არ კითხულობთ, ასეთებს არ გიხებათ მაშინ ეს მოცემული ვითარება, რაც აქ გვაქვს. ეს გიხებათ უფრო ვინც კვირეებს ან თუნდაც რაღაც თვეებს ითვლით, სადაც ურთიერთობა არის გაჩერებული. მოვლენები კი ახლა ნახეთ ვითარდება შემდეგნაირად. თქვათ ისიც რომ არანაირი დასასრული, არა დასასრულზეა საუბარი, არანაირი დასასრული არ გვაქვს. ჯერ კიდევ არის სერიებად დაყოფილი თქვენი კავშირი. უბრალოდ ჩათვალეთ, კარუსელზე ხეთხართ, ტრიალებთ, ბრუნავთ, ოღონდ ცვლილებების გარეშე, ერთ წრეზე. მაგრამ როგორც აღნიშნე, არადასრულება, კიდევ დარჩა ეპიზოდები, რომლებიც ჯერ არ გაგიულიათ ერთად. ამიტომაც ხართ პაუზაში. შეიძლება გაწელილი, ხანგრძლივი, მაგრამ მაინც პაუზაში. არ ხართ მზად ერთმანეთის გასაშვებად. ჯერ კიდევ ჩაჟინება, ჩაბღაუჭება გაქვთ საოცარი ერთმანეთთან. რა არის იცით? გარემო ფაქტორები თამაშობს დიდ გავლენას თქვენს ურთიერთობაში. მენტალური აცდენილი შეხედულებები, განსხვავება ორ ადამიანს შორის. აი თუნდაც მაგალითად, ისე ავიღოთ მაგალითისთვის, გოგო გათხოვილი იყო, შვილი ჰყავს, ბიჭი უცოლოა და იცის რომ ეს დიდ პრობლემებს გაუჩენს ოჯახთან. ავიღოთ მეორე მაგალითი, თუნდაც ქალი ასაკით დიდია, მამაკაცი პატარა. დიდი ასაკობრივი სხვაობა, დაახლოებით 8-დან 15 წლამდე სხვაობაზე მაქვს საუბარი, ესეც დიდი პრობლემა არის ერთ-ერთი მათგანისთვის. ბევრი სხვაობის ჩამოთვლა შეიძლება, რაც ბარიერს ქმნის სტაბილური მტკიცე ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. როგორც არის ეროვნება, რელიგია, რა ვიცი, თუ მიზეზი სჭირდება ადამიანს ბუზის სპილოდ გადაქცევაში, იპოვის კიდეც ხო და მეთანხმებით. ოჯახი, მეგობრების თუ მეზობლების გავლენა არის ძალიან საკმაოდ დიდი ამ ყველაფერზე. დიდ გავლენას თამაშობს თქვენს კავშირში. აქედან გამომდინარეა ცოტა დრო კარგად ხართ ერთმანეთთან, როგორც კი თვალს მოშორდება და იცვლება ადამიანი თქვენთან მიმართებაში. თქვენთან ერთად ყურადღებიანი, თბილი და ალერსიანია, გავა თუ არა კარს მიღმა, უკვე ჩუმი და დისტანცირებული ხდება. თითქოს არც არსებობთ. თავისთავად ეს ყველაფერი მიდის რასთან, ხო? მერყეობასთან, ჩამოუყალიბებლობასთან, არც მიდის, არც მოდის და ნუ სიტუაცია რჩება ერთი და იგივე. სანამ ერთ-ერთი მათგანი არ ჩახსნის ამ ურთიერთობის მარაზმს და სავარაუდოდ ეს თქვენ იქნებით რომ იცოდეთ. ადრე თუ გვიან მაინც თქვენ იქნებით. უბრალოდ ახლა არ ხართ დასასრულში. იმიტომ რომ ჯერ კიდევ არის რაღაც, რაც უნდა გაიაროთ კონკრეტულ ადამიანთან, მაგრამ ჩახსნას საბოლოო ჯამში მაინც ჩამხსნელი თქვენ იქნებით, აი თქვენ. კი, თქვენ ხართ ეს ჩამხსნელი პირი, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც თავისას გააკეთებს. თუმცა ეხლა პაუზაში ხართ და არა დასასრულში. მე წარმატებებს გისურვებთ. ინდივიდუალურად WhatsApp-ზე მომწერეთ. პირადი კითხვები რა თქმა უნდა. 557 16 73 53, ოღონდ ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ ხოლმე, მომწერეთ და გიპასუხებთ.